ეკოქალაქი. ყოველ ორშაბათს საღამოს 5-ზე. რადიო ქალაქზე. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ეკოქალაქი. მე ვარ მისი წამყვანი შორენა ცხოვრებაშვილი. დღეს ვისაუბრებ პარტიზან მებაღესთან, ნატა ფერაძესთან. გამარჯობა ნატა, მადლობ რომ მოხვედით გადაცემაში სტუმრად. დავიწყოთ ეს ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული საქმე. დავიწყოთ თავიდან ამ სეზონზე პირველი გადაცემა ეს ჩემი და მათთვის არ მგონია რომ ვინმეს არ ქონდეს ახლა ეს ამბავი გაგონილი, მაგრამ მაინც მათთვის ვისაც არ აქვს გაგონილი, საიდან დაიწყო მერიასთან კარვის დადგმის ისტორია. ანუ ყაზბეგის 22-დან რომ დავიწყოთ, რა მოხდა იქ. გამარჯობა შორენა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. არა ვარ პირველად შენს გადაცემაში და ძალიან მიყვარს ესეთ გადაცემებში სიარული, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გაშუქება. დავიწყოთ 2012 წლის მერე, ხო, ალბათ რა წოდებოდა. კი, 2012 კარვის დადგმა, ანუ ყაზბეგის გამზირზე ხეების გაჩეხვამ ნაწილობრივ გამოიწვია, თუმცა რასაც ცდილობენ რომ გააკეთონ, რომ მერიამად შემოაბრუნოს, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ ყაზბეგის გამზირის გამო, ესე არ არის. ყაზბეგის გამზირი იყო უბრალოდ ბოლო წვეთი იმ არასწორი მწვანე პოლიტიკისა, რაც უბრალოდ გაივსო ფიალა ამაზე და ეს იყო მხოლოდ თორე მიუხედავად იმისა, გამოძიება რას მოიძიებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი პრეტენზიები რჩება იგივე, თუმცა ის რომ იქ ყველა ხე თუ არა იფნის ხეები, რა თქმა უნდა, ვეთანხმები რომ მოსაჭრელი იყო, იმიტომ რომ ეს ხეები იფანი ირგვება იმ გათვლით, რომ 30-40 წელიწადში უნდა მოიჭრას და აქ საკმაოდ ხანმოკლე სიცოცხლის ციკლი და ირგვება მხოლოდ იმიტომ, რომ არის ძალიან სწრაფად ზარდი და მანამ სხვა ხეები წამოიზრდება, რგავენ ამას და იქ რაც მოიჭრა, რაც კადრები დაიდო, ის იყო უზარმაზარი და ნამდვილად საღი კედარი და ეხლა Z1-2 პარაზიტი ბინადრობდა იმ ორ პარაზიტს ან მექანიკურად მოშორება ან შეწამლაუშველი და ვერცხლისფერი ნაძვები, რომელიც ასევე სრულიად საღის და ისე ვიმეორებ, ეხლა ექსპერტიზამ რომ დადოს, რომ Z რაღაცა მცირე ზომის რაოდენობის პარაზიტები ან დაავადება იყო, ის ნამდვილად ექვემდებარებოდა კურნალობას და არ საჭიროებდა მოჭრას და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, მე არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი. იყო კურნალობა, ესეც პრობლემაა რეალურად. არა, ეს სხვა პრობლემაა, მაგრამ მე სპეციალისტებთანაც გადავამოწმე ფოტოები და ნიმუშები, რაც იქიდან წამოვიღეთ, ვანახე და ერთ მნიშვნელოვანი არის ყველა სპეციალისტის აზრი, რომ ესენი არ საჭიროებდნენ მოჭრას. და ის დღე, როცა იქ მივედი და ვნახე საშინელი სასაკლაო ხეების და მოვიდა ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის უფროსი და დაგვიწყო სრულიად არაემოციური სახით იმის ახსნა, რომ მან არ იცის ეს ხე მოსაჭრელი იყო თუ არა, ანუ მივხვდი რომ მთელი ეს ჩვენი შრომა იყრება წყალში, იმიტომ რომ კაცშვილს რეაგირება არ აქვს და ეს პარტიზანი მებაღეები უკვე მესამე წელია პოსტფაქტუმ დავრბივართ და მოჭრილ ხეებს გლოვობთ. და ეს იყო იმ წუთის ემოციური გადაწყვეტილება, რომ всё, ამას წერტილი უნდა დაესვას და იმ წუთში ძალიან მაღალ ემოციურ ფონზე გადავწყვიტე, რომ ეხლა ვიწყებ შიმშილობას. ანუ ალტერნატივა იყო ისევ არაფერი მეკეთებინა და ისევ უაზრო დებატები და შეხვედრები მეწარმოებინა, ან დამჯდარიყავი დამეწყო შიმშილობა და შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელზეც ანუ ძირითადად პარტიზანი მებაღეები ასეთ თვისე სტრატეგიულად მოქმედებდა ერთად შეთანხმებულ ნაბიჯებს დგავთ. ეს არ იყო შეთანხმებული ნაბიჯი, ეს არ იყო გააზრებული ნაბიჯი და სხვებთან მოლაპარაკებული, თუმცა ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი იყო, თავის შედეგი მაინც გამოიღო აი ამ საპროტესტო ტალღის აგორებაში და ნუ ეხლა თვლით რომ შედეგი გაქვთ იმედი რომ შედეგი, ანუ რეალურად თქვენი მოთხოვნა არის რომ გადადგეს და თავიდან დაკომპლექტდეს. თავიდან დაკომპლექტებული. აი ეს არის საკითხი ზუსტად, რომ ეს ორი ადამიანი გადადგეს და ახალი მოვიდეს, ეს არაფერს არ ცვლის აბსოლუტურად, იმიტომ რომ უკვე მესამე გამწვანების სამსახურს ვიცვლით პარტიზანი მებაღეები და მკვეთრად უარესობისკენ მიდის სიტუაცია. ეს ორი ადამიანი რომ უნდა გადადგეს, ეს არის მხოლოდ იმიტომ, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა იყოს და ამ ორი ადამიანის ხელში და წინა ორი ადამიანი წყვილში ვახსენებ, იმიტომ ხაზგასმით, რომ რეალურად სამსახურის უფროსი ფორმალურად არის ნინო სულხანიშვილი და მისი მოადგილე არის კახნიავი, თუმცა ძალიან ბევრი წყაროდან ვიცი და რეალურად მართავს კახნიავი და ნინო არის ესე ვთქვათ გამოსაჩენი ფიგურა. კახნიავი არის სამხედრო და მან ნახეთ მისი კომუნიკაციის ფორმა, ის მიუღებელია მერიისთვისაც კი. წინა იყო ბიძინა გიორგობიანი, იმის წინ იყო გიორგი ქორქაშვილი, ანუ ეს ცვლა ჩვენ არაფერს არ მოგცემთ, ჩვენ გვაქვს ჩამოწერილი ის კონკრეტული მოთხოვნები, რაც შემდგომ უნდა გააკეთოს უკვე ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურმა. საკმაოდ ბევრი მოთხოვნა არის და საკმაოდ მარტივი შესასრულებელი. პირველი არის უნდა სასწრაფოდ გაჩერდეს ეს მილიონი ხის პროექტი.
მილიონი ხის პროექტს მიაქვს მთელი ამ გამწვანების სამსახურის ბიუჯეტი და აღარ რჩებათ მათ გონივრული გამწვანების ქმედებებისთვის თანხა. რეალურად არ აქვს იმ ხელა ბიუჯეტი, რომ ყველაფერს გასწდეს. მილიონ ხეს მივესალმებოდით ეს რომ მართლა მილიონი ხე იყოს და არაერთხელ გვისაუბრე ამაზე ჩვენ რომ არც ვისაუბროთ მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს რას რგავენ და რა გახარების პროცენტი აქვს. ეხლა ის რომ ნორმანიას მერიის პიარის და ასე შემდეგ გამოსვლები არის სრულიად საბჭოთა კავშირის და ვრემას ფორმატში, ესეც ყველა მიცის ნორმანია გამოდის და ამბობს რომ მხოლოდ 20% დაიღუპა. ეს არის მტკნარი ტყუილი, დაიღუპა მაქსიმუმ მინიმუმ 80% და 20%-მა თუ გაიხარა, ისეც საკითხავია, თუმცა რამაც გაიხარა იმ ხეს იქ რა უნდა, ეს კიდე ცალკე პრობლემა არის. ყველაზე სწრაფად ქაოტურად ხდება ეს. აბსოლუტურად ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე. ანუ მილიონი ხის პროექტის გაჩერება, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა და ამ თანხების მერე უკვე მიზნობრივად გადანაწილება. მეორე ძალიან დიდი პრობლემა, რაც არაერთი წელია უდგას თბილის და ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის 8 წელია ამაში, რომ ეს პრობლემა დგას. საქართველოში სანერგეებში არ აქვს დასარგავი ხეების რესურსი. ეს ხდება იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ერთი სანერგე მეურნეობა ვერ შეინახავს საკუთარ თავს, თუ კი მას არ ექნა პოტენციალი, რომ იმონაწილეოს სახელმწიფო ტენდერებში. მხოლოდ კერძო სექტორით ისინი ვერ იარსებებენ. იმისთვის, რომ მათ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა, მათ უნდა იცოდნენ რა ხეები დასჭირდება უახლოეს წელიწადში ქალაქს და შემოგანეს სპეციალურად ყოფილად, იმიტომ რომ სრულიად სხვა სტანდარტის ხეები არის საჭირო. შემოგანენში შეიძლება დაირგას ის, რასაც ახლა ისინი ქალაქში რგავენ და ქალაქისთვის არის საჭირო დიდი, კარგი ხეები. ამისთვის ჩვენ 3 წელია ვითხოვთ კატეგორიულად, რომ ერთხელ დასხდნენ და ეს არის სულ ერთი თვის ამბავი მაქსიმუმ სპეციალისტებთან ერთად და ჩამოწერონ ხემცენარეების ნუსხა და მათი სტანდარტები, რითიც დაინტერესდება სახელმწიფო უახლოეს წლებში. ამითი ჩვენ ძალიან ბევრ რამეს მოვიგებთ. პირველი არის ის, რომ ჩვენ გვექნება ადგილობრივი ხემცენარეების სწორად შერჩეული. და არ დაგვჭირდება მათი იმპორტი საზღვარგარეთიდან. ანუ აქ ჩვენ ორ კურდღელს ვკლავთ, ესე ვთქვათ, ერთი რომ ვაღორძინებთ ადგილობრივ მეურნეობას და საქმდება მეტი ხალხი, მეორე საგრძნობლად ვსოგავთ ბიუჯეტს. მესამე ის რომ ეს უკვე ყველაფერი იქნება არა ქაოტურად, არამედ გააზრებულად დარგული. დღესდღეობით იცით როგორ ხდება ქალაქის გამწვანება, ანუ ისე კი არა როგორც ალბათ ნებისმიერი ადამიანი რომ დაждდეს, წარმოიდგენს რომ ვიღაცა სპეციალისტი მივა ადგილზე, შეარჩევს ხეებს და მე იმ ხეებზე ცხადდება ტენდერი, ხო წესით ეგრე უნდა იყოს, რომ აი ამ ადგილს მოუხდება სიტყვაზე ცაცხვი. ჩვენთან ხდება პირიქით, მიდის გამწვანების სამსახურის უფროსი სანერგეში, ნახულობს მას რა ხეები აქვს და მე იმ ხეებზე ცხადდება მორგებულად ტენდერი, როცა ის ხეები 99%-ში საერთოდ არ არის იმ ადგილისთვის მიზანშეწონილი. ანუ პირველი მოთხოვნა არის გაჩერდეს მილიონი ხის პროექტი. მეორე მოთხოვნა არის, რომ გაიწეროს უახლოეს 10-15 წელიწადში თბილისში და მის შემოგარენში დასარგავი ხემცენარეების, სახეობების და სტანდარტების სია. საკმაოდ ვრცელი სია გვაქვს, დანარჩენი რაც შეეხება მოვლა პატრონობას, ზედამხედველობას, ასე შემდეგ და ამაზე ყველაფერზე ჩვენ ვართ მზად დიალოგისთვის. თუმცა პარალელურ რეჟიმში ისინი თავის რეორგანიზაციებს აკეთებენ და ისევ რაღაცა სრულიად კომპლექს პრინციპით თაროზე შემოსაწყებ სტრატეგიებს და წერენ გაუგებრობებს. მე ჩვენ ახლა მეგობრები ვცვართ სოციალურ ქსელში, მე ნახე თქვენი ერთ-ერთი პოსტი, სადაც საუბრობდით იმაზე, რომ კარავში უფრო მეტი ადამიანი მოდის, ვიდრე მერიაში. ვაიმე შორენა, ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე. მერია, რომელიც არის შარტავა 7 ნომერში და მათ არ ვიცი, სარემონტო სამუშაოების გამო დაიკეტა მერია და იქ აღარღებულობს მოქალაქეებს. თუმცა როცა ღებულობდა თითქმის იგივე ხდებოდა და ის დღეები, რაც ჩვენ კარავთან ვართ და უკვე 3 კვირა მოიწურათ კარავთან ვართ, ის ძალიან დიდი პრობლემების წინაშე მდგარი მოქალაქეები, ვინც მიდიან მერიაში, ბრუნდებიან და მოდიან კარავთან. ისეთი მძიმე ამბების მოსმენა მოგვიწია ყველას, რომ დამამშვიდებლების სმა დაგვჭირდა, ოღონდ სერიოზულად, იმიტომ რომ ეს იყო უმძიმესი რა დღეში ყავს მერიას მოსახლეობა. ეხლა ბოლო შემთხვევა ალბათ ძალიან გახმაურდა და ყური მოკრავდა აუტიზმის სპექტრიანი ბავშვების მშობლები მოვიდნენ და აი ესე იგი პარალელური ცხოვრება მიმდინარეობს, ეს სადაც არ აქვს სოციალური დახმარება, არ არის ამ პროგრამაში, არ ამ ყურადღებას არ აქცევთ. ეხლა ჩავერთეთ პარტიზანი მებაღეები აი ამ აუტიზმის სპექტრიანი ბავშვების და სხვა შშმ ბავშვების, აუტიზმი არ გადის შშმ სპექტრში თურმე, ესეც ეხლა გავიგე. ამისი პოპულარიზაცია მოსახლეობისთვის მიწოდება თუ აუტიზმის სპექტრი აი ორი სიტყვით ვიტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რატო განსხვავდება სხვა შშმ ბავშვებისგან. ჯერ შშმ არ არის, მეორეს ერთი
შესახედავად დაუნის სინდრომიას თუ ეგრევე ცნობთ საზოგადოება და ეტლიანს და უკვე გვაქვს ადეკვატური რეაქცია, რომ მას უნდა დავეხმაროთ და განსაკუთრებული მოპყრობა ჭირდება, აუტიზმის სპექტრიანი ბავშვი სრულიად არ განსხვავდება გარეგნობით და აბსოლუტურად ჩვეულებრივი გარეგნობა უბრალოდ მას ფსიქიკაში აქვს ისეთი ცვლილებები, რომ ძალიან ემოციური შეიძლება გახდეს გაღიზიანებაზე, რაც უმეტესად გვიქმნის წარმოდგენას, რომ ეს არის უზდელი თავხედი ბავშვი და ამაზე საზოგადოება რო იწყებს აგრესიას, ის ბავშვი შესაბამისად კიდევ უფრო აღზნებული ხდება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავიცნოთ რა არის აუტიზმი და თუ საზოგადო ადგილებში შეგვდა აუტიზმისტიანი ბავშვი და დედა ამბობს, რომ ჩემს შვილს აუტიზმი აქვს, იქ მათ ჭირდებათ გვერდში დგომა და რა ციხლებით ცემის აუცილებლად შემდეგ გადაცემას, ანუ შემდეგ კვირას მოვიწვევს ძალიან ქალბატონს, რომელიც იყო შენთან მოსული და დაუთმობ კიდევ ერთ გადაცემას კონდატრიც, მაგრამ ხო. ისევ რომ დავუშვით ხეების და გამწვანების თემას დაუბრუნდეთ, როგორ ფიქრობთ, ცნობიერება ამ 3 წლის თქვენი გამოცდილების მანძილზე მოსახლეობის ცნობიერება სად არის? მე როგორც ვიცი, მოსახლეობამ დარეკა და მოსახლეობა გააქტიურებულია. მე ისევ ხედავ, როგორია თქვენი შეხედვა. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ რო გვინდა შედეგი უცებ და დადგეს და კარგი ეს ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ხა ძალიან ბევრთან გვაქვს შეხვედრა, იგივე უცხოელ ანალოგიურ მოღვაწე თუ რა თქვი აქტივისტებთან ძალიან ხანგრძლივი და ნელი პროცესი არის ეს ყველაფერი, თუმცა ეხლა მწვანე თემა რომ ერთ-ერთი ზოგადად მარტივად არ იცვლება და მით უმეტეს საბჭოთა სივრცეში სადაც ძალიან მძიმე არის აი საბჭოთა ნაჭუჭის გამტრევა და გამოსვლა და იმის გააზრება რომ მოქალაქე რეალური მოქალაქეა და რეალურად შეუძლია ცვლილებების შეტანა და კი მე რაღაცა შევცვლი და ეს სადღაც არ არის გადაწყვეტილი. ანუ მე მგონი თვალსაჩინოა რომ მწვანე თემა გახდა ერთ-ერთი ძალიან აქტუალური თემა და საკმაოდ ჩართულობა არის, თუმცა პარტიზანი მებაღეებისაც ამასთან დასახურება, აი გუშინ ესეთი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, ჩვენი მეგობარი საერთო ირაკლი ჯუღელი კუსტბაზე შეერნობდა შაბათს. და აღმოაჩინა ეგ დაზიანებული ხეები. ექსპერიმენტი ჩაატარა მორიგი და დარეკა ეკოლოგიის დაგამწვანების სამსახურში მერიის ხელხაზე და გამოიძახა ზედამხედველობის სამსახური, სადაც ის უბრალოდ მტკნარად მოატყუეს, რომ ისვენებს ზედამხედველობის სამსახური, თუმცა ერთ საათში ლუკა ბახსოლიანმა პარტიზანი მებაღეების სახელი დარეკა და აღმოჩნდა რომ არის ვარს. ანუ მერია თუ არ დააშინე და თუ მუშტი და შვათითი არ აუწია, რეაგირება არ აქვს. აი ეს არის ძალიან დიდი უბედურება. პარტიზანი მებაღეებზე აქვთ შიში და ანუ აი მე რამდენად ვცადეთ არა პარტიზანის სახელი დარეკვა და ორშაბათს დღეს რო დაუკავშირდა ირაკლი ეკოლოგიის დაგამწვანების ზედამხედველობის სამსახურს, იქ აღმოჩნდა რომ ეს შეტყობინება ცხელხას არც კი გადაუცია მათთვის საერთოდ. ანუ აი ესე აგრძელებენ მოსახლეობის მოტყუებას. მე მინდა მიმართო მოსახლეობას, პარტიზანული მებაღეობა არ არის არც არასამთავრობო, არც საწევრო გაქვს არაფერი. ნებისმიერს გაქვთ ჩვენგან სრული ლეგიტიმაცია, რომ თქვათ, რომ პარტიზანი მებაღე ხართ, თუ გაქვთ ამის სურვილი და შეგიძლიათ ჩვენ Facebook გვერდზე გამოვაქვეყნოთ ეს შეტყობინება. სამწუხაროდ, თუ შიშის დას არ ვცემ, ჩვენი მერია რეაგირებას არ იქონიებს, ამიტომ თუ გნებავთ თქვენ დააშინეთ, თუ გინდა ჩვენ დაშინებული რესურსი გამოიყენეთ, ჩვენ თანახმავართ, რომ ოღონ ეს მერია ავამოქმედოთ. მერიას კი მივმართავ, ჩვენ გაკონტროლებთ და კეთილინებთ ნებისმიერ მოქალაქეს, არის პარტიზანი მებაღე და შვათიც გიწევთ თუ არა, მაინც იქონიათ რეაქცია მის შემოსულ ზარებზე. სულ მინდოდა მეკითხა და პრინციპში ამ თემასაც მოყვება 10 აი ამ ყაზბეგის ქუჩის ხეების გაჩეხვის შემდეგ მერმა გამოაცხადა 10 დღიანი მორატორიუმი ხეების მოჭრაზე. თუმცა ზუსტად რამდენიმე დღეში ვნახე და ზუსტად იმ კითხვაზე მიდივარ, რაც სულ მაინტერესებდა. ნახეთ, მე მგონი ნახალაუკაში დადიანის ქუჩაზე შეშლება გადაბელილი ხეები, რომელსაც მე ვთვლი, რომ ასე გადაბელვა მოჭრას ნიშნავს. ის გადაბელვა, რომელსაც ახორციელებს მერია, იგივე ჭადრებს, რომ ეს სწორია, ესე იბელება ხეები. მაინტერესებს მართლა მე მაინტერესებს. როდესაც რჩება მხოლოდ ეს არის გადაბელვა არის ერთადერთი, რაზეც ჩვენ მოვახერხეთ აი ამ ჩვენი ამდენი ენერგიის მერე, ასე თუ ისე შეთანხმება მერიასთან და მერიამაც აღიარა, რომ არა, ესე გადაბელვა არ არის სწორი. მათ ჩამოიყვანეს გერმანიიდან გადაბელვის და სხვა ფორმირების სპეციალისტები, მათ ჩაუტარდათ მასტერკლასი. ერთხმად ყველა გამწვანების სამსახურის უფროსი გვეთანხმება, რომ ასე არ არის სწორი. თუმცა ეხა მოხდა ესეთი რამე, რომ მარტო მერია კი არ აცხადებს ამ გადაბელვაზე სხვა ფორმირებაზე ტენდერებს, რაც გაცილებით მარტივი იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ერთი ორგანო ქონდა საკონტროლებული. ეხა აქვს გამგეობებს დარიგებელი. ანუ თუ არ ვთქვი 11 გამგეობა თბილისში, თათმინდის გამგეობას უკვე ვესაუბრეთ, გადაბელეს და მოაღწრეს რამდენიმე ჭადრის გადაბერვა ღამის 2 საათზე. სტანდარტი ერთია ალბათ. სტანდარტი ერთია, ღამე გაუვარდი დავდექი სტოტების ქვეშ, მე ისე ბოდიში მოიხადეს შეწყდა ვაკის გამგეობაშიც, ასე თუ ისე ნორმირებულად არის, ჩუღურეთს ეხლა ჯერჯერობით
ვერ მოვასწარით და უბრალოდ ხელი არ მეგვის და ანუ ისეთ ვერ მოაბა მე ამ თავი რომ აი ეს 11 გამგეობ ჭრიდნენ ხეს ეს არ არის სწორი ეს არის სწორი ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს ხდება მხოლოდ ვერხვზე რომელსაც გითხარით რომ ძალიან ადრე ბერდება და ვერხვის აი ესე ნახევრამდე გადაბელვით ჩვენ შეიძლება ვერხვს გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე კიდე 10-15 წლით თუმცა ჭადრებზე ცაცხლებზე ცხენის სტაბლებზე ეს არის კატეგორიულად არასწორი კარგავს იმ ფუნქციას ახლა ძალიან ხშირად მოყავთ მაგალითად რომ პარიზში იბელება კი ბატონო პარიზში იბელება ჭადრები და ეს არის იმ ადგილებს სადაც გამზირზე და ჭადარს აქვს ჭტილის ფუნქცია ეს არის სადაც ჭადარი დარგულია როგორც დეკორატიული ხე და მას მართულებსაც უკეთებენ და რაღაცა ბონსაის ფორმასაც აძლევენ თუმცა ურბანულ ხეს სხვა დატვირთვა აქვს და ეს რეკომენდაცია არ არის მარტო პარტიზანების მხრიდან ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური ამაში გვითახდება უბრალოდ როგორც ყველაფერს ვერ აკონტროლებს თვითონ და გვიწევს პარტიზანმებაღეებს ამის კონტროლი და ცოტა დრო დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე ბოლოს მინდა კითხოთ შარშანდელი პრობლემა რომელიც არ ვიცით როგორ განვითარდა ეს არის თბილისის შემოგარენში დაავადებული ხეები რომელიც უნდა მოჭრილი იყო რაღაცა პერიოდი მახსოვს ერთად წახვედით გამწვანების სამსახურთან ერთად მაშინ მეგონი ფიცინე გიორგობიანი იყო მონიშნეთ კიდევაც ხეები და შემდეგ ძალიან გაიწელა არაერთხელ ჩვენ გადაცემაში გვისაუბრია რომ გაიწელა ამ ხეების მოჭრა და ეს პარაზიტი ძალიან ჩქარა ვრცელდება ეს იყო მორიგი მასკარადი მერის მიერ დადგმული ჩვენ ერთად მონიშნო და ჩვენ ძალიან მე ამიტად ჩავერთეთ ამ მათ თამაშებში იყო მხოლოდ ფოტოებისთვის და მხოლოდ იმისთვის რომ აი მერის თანამშრომლები ჩვენთან პარტიზანებთან ერთად რაღაცას ვაკეთებდა მე და გიორგობიანმა პადრუჩკით ბევრი ფოტოები გადავიღეთ თუმცა აი ამ დაავადებული ხემცანარეების ნაწილის გატანა მოხდა მხოლოდ თაწმინდიდან და კუსტვის ფერდობიდან და მოხდა ისე რომ მათ ნეტა არ გაეტანათ იმიტომ რომ როცა დაავადებული ხე რომელიც სავსე არის პარაზიტები და გადადის მეორე ხეზე გატანა უნდა მოხდეს ზამთარში მანამ პარაზიტებს ძინავდა მათი გავრცელების საშიშროება ნაკლები არის მოხდა ზაფხულში და გაზაფხულზე როცა ინტენსიურად იმით იყვნენ დაკავებული თით 2012 წლამდე და ეს ხეები წააქციეს ისე რომ გადაედო ეს ყველაფერი ჯამთელ ხეებს ანუ უარესად შეუწყეს ხელი ამ პარაზიტების და დაავადებების გავრცელებას. თუმცა ეს ხდება ისე მხოლოდ ამ ორ ადგილას, თაწმინდა და კუსტვა, როცა მთელი შემოგარენი დაავადებული არის და კიდევ უარესი არის ის, რომ ეს წიწვოვანმა უკვე გადააბიჭა კრიტიკულ ზღვარს და ფაქტიურად ერთი წიწვოვანის გარეშე ვრჩები და ფოთლოვანებსაც დაწყებული აქვს უმძიმესი და პარაზიტები და დაავადებები, ეს არის ძირითადი ურბანული ხეები, რაც თბილისში გვაქვს ცხენის სტაბლი, ცაცხვი და ჭადარი და მათი წამლობაც არ მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოსთან მოდის კიდე ახალი ჭადრის დაავადება. ამან თუ არ მიიღო ამან მთელი სახელმწიფო მასშტაბი და ერთიანი შეწამლა არ მოხდა, ჩვენ მარტო თბილისში ამ სცენარების წამლობით ვერაფერს ვერ გავხდებით და ამაზე ქონდა ჯერ კიდე ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, პრემიერის დონემდე ავიყვანეთ ეს საკითხი, მე პრემიერი შეიცვალა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩაიფუშა, ჩაგვივარდა წყალში. ესეც შედის ჩვენ მოთხოვნებში, აი ესეც მინდა დავამატო ერთ-ერთი ინტენსიური მოთხოვნა. იმიტომ რომ იცი რომ მე ვცხოვრობ ნაფეტვრებში, ყოველდღე რომ მოვდივარ, ყოველდღე ერთი ახალი წიწვოვანი ხდება, გამხმარი. ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. ესე ჩემით რომ მივიდე და მოვჭრე, ალბათ დამაჯარიმებენ, ხო? იცი რა, ალბათ დაგაჯარიმებენ, თუმცა ერთადერთი რის გამოც პარტიზანულად ამას არ ვჭრით, არის უსაფრთხოების ზომები. იმიტომ რომ ამ ბენზოხერხის მოხმარება არის ძალიან საშიში, ძალიან დიდი ცოდნა უნდა, თორემ მოუწოდებდით მოსახლეობას. ეხაც მოუწოდებთ ნაჯახით და მშვიდად და დაცულად ვისაც შეუძლია მოჭრას და ნეტა მეტი არ მინდა პრობლემა შეექმნათ იმაში, რომ როცა შეშისთვის ჭრიან სახეებს და ეს დაავადებული ხეები, რომელიც პოტენციურად საშიში მასალა არ ჭრიან, ანუ აი ესეთი უნარო გამწვანების სამსახური ჩვენ არ გვჭირდება არაფერში. ეს არის ცარიელი ფულის ხარჯვა და დაზიანება უკვე დასრული ხეების, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება. ძალიან დიდი მადლობა. მენელ შევახსენეთ ნატა ფერაძე, პარტიზანი მებაღე იყო ჩემი სტუმარი. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახავთ. მადლობა შარენა. ეკო ქალაქი. ყოველ ორშაბათს საღამოს 5-ზე. რადიო ქალაქზე.